რუსთავის ბაგა-ბაღებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა პროექტი რუსთავის მერიამ ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროგრამის ფარგლებში ჰუმანური პედაგოგიკის კურსი ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელმა მოისმინა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. საგანმანათლებლო კურსი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დაიხურა. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო და მე კიდეც გაოცებული ვარ ქალაქის მერიის ამ შემართებით, რომ ასეთი დავალება მოგვცა. იმიტომ რომ ყველა აღზრდელი გადამზადების ქვეშ მოექცა. თავდება კურსი, მაგრამ არ თავდება მუშაობა. 600-ზე მეტი ბაგა-ბაღების თანამშრომელი გადამზადდა ამ მიმართულებით. წელიწად ნახევარია ეს პროექტი მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. სწორედ ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომებით, ამ მეთოდოლოგიით შესაძლებლობა გვექნება ჩვენ თანამშრომლებს 6000-ზე მეტი აღსაზრდელი მათი მომავალი სწორედ ამ მიდგომებით განსაზღვრონ. ყველა მეთოდოლოგიაში, რომელიც კი ჩვენ საბავშვო დაწესებულებებში გვაქვს და ხელმძღვანელობთ, სწორედ ამ ჰუმანიზმის პრინციპებით იყოს გაჟღენთილი და ჩვენი პატარები აღზარდოთ ისე, რომ მათშიც ემპათიის გრძნობა იყოს მოჭარბებულად. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ძალიან. ამიტომაც ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი არსით.